მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების morning grounds გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია. წყაროს ცნობით მხარეებს შორის საუბრის თემა ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების დასრულება იქნება. გარდა ამისა, მათი თქმით, უკრაინული მხარე ელის, რომ ერ-რიადში მიმდინარე შეხვედრაზე ამერიკული დელეგაცია შეძლებს შუალედური კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა რუსეთისგან მოლოდინი საკმაოდ შეზღუდულია. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების შორის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი. ამასთან გუშინ ელ-რიადში მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის. შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტამ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო. პარალელურად კი რუსეთმა ქალაქ სუმზე კვლავ სარაკეტო იერიში მიიტანა. ეს ყველაფერი სწორედ ამ მოლაპარაკებების პარალელურად ხდება. სუმის მერის არტემ კობზარის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმცირე 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ არტიუხის ცნობით, რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად სკოლა, საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. მტერმა სარაკეტო შეტევა ქალაქის ცენტრზე განახორციელა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ახლა მათი ევაკუაცია მიმდინარეობს. ყველა ცოცხალიაო, წერს ვლადიმერ არტიუხი ტელეგრამის არხზე. საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა დღეს რუსულმა ინგლისურ ენოვანმა გამოცემამ Moscow Times-მა, რომელსაც ეხლა წაგიკითხავთ და გაგაცნობთ, საკმაოდ საინტერესო ვერსიაზე საუბრობს. ის Moscow Times-ის ინფორმაციით პუტინი აპირებს დიპლომატებს აცნობობს, რომ ის უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადებას აპირებს, რათა ზავის გამოცხადებამდე მაქსიმალურად მეტი ტერიტორია დაიკავოს. ამის შესახებ კრემლის 4 მაღალჩინოსანმა გამოცხადა რუსულ გავლენიან გამოცემას. ახლა დრო ჩვენს მხარესაა და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყვანოთ ეს ჩვენი მიზნების მისაღწევათო, უთხრეს მათ ამ გამოცემას. კრემლთან დაახლოებული ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებების ჯგუფს, რომელშიც შედიან სენატორი გრიგორი კარასინი და FSB-ს მეხუთე განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი ბესედა, დაევალა ყოველი მძიმის გამოკვლევა პოტენციური შეთანხმებების პროექტში. კრემლი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი ამ თვალს დახუჭავს რუსეთის შემდგომ წინსვლაზე, საბრძოლო მოქმედებათა ველზე, ან თუნდაც ზეწოლას მოახდენს კიევზე, რათა მან სრულად გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული რეგიონებიდან, ბუნებრივი აქ ჭყალებში არის ჩასმული, ანუ ის რასაც რუსები თვლიან ოკუპირებულად, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან, აცხადებენ რუსეთის ოფიციალური პირები. მიუხედავად იმისა, რომ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიის და ხერსონის რეგიონები სრულად არ არის რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ, მოსკოვი აპირებს ამ ტერიტორიებზე კონტროლის გამტკიცებას ნებისმიერ ფასად, რადგან პუტინს არ შეუძლია მათი დათმობა მას შემდეგ, რაც მათი სტატუსი კონსტიტუციის თანახმად რუსეთის ტერიტორიად იქნა დამტკიცებულიო, გამოცხადეს Moscow Times კრემლთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირებმა. რუსეთმა ასევე შეიძლება სცადოს უკრაინის სხვა რეგიონის, მაგალითად დნეპროპეტროვსკის ან სუმის ნაწილის დაკავება, შემდეგ კი კიევის შესთავაზოს მათი გაცვლა ხერსონსა და ზაპოროჟიეზეო, აცხადებენ კრემლში. ჩვენ დღეს გადაცემის პირველ ნაწილში გავაგრძელებთ საუბარს რუსულ-უკრაინულ ომზე, მოლაპარაკებებზე და აშშ-ის შუამავლობაზე. გიორგი თავდგერიძე, სამხედრო პოლიტიკური ექსპერტი, ჯგუფი ფარის წარმომადგენელი იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. მადლობა. მადლობა გადაცემაში მოაწევს. აი ბოლო ინფორმაციებით რომ დავიწყოთ, რასაც Moscow Times-ი ავრცელებს, ამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს და რამდენად შეიძლება აშშ მართლაც დათანხმდეს ამას, რომ აი წაუყრუოს მოსკოვს, ასე თვალი დაუხუჭოს და მისცეს საშუალება დაიკავოს ეს რეგიონები ბოლომდე. მოდი მივყვეთ თანამდებობად, ხა რაც შეეხება კიევის ამ დღეში დაკავება, ჩვენ გვახსოვს ეს განცხადებები, ჩვენ გვახსოვს რუსული პროპაგანდა რა ინფორმაციას ავრცელებდა, ჩვენ გვახსოვს ორეშნიკი, რომ
რაღაც უნდერვაფეთ გამოაცხადეს და თქვენს რომ ამით სოფლიო ბედი შეიცვლება. ანუ ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს რამდენად გაზვიადებულია ხოლმე რუსეთის საინფორმაციო ველზე რუსეთის მოლოდინების მიღწევის ალბათობის შესაძლებლობა და რეალობაში ჩვენ გვაქვს სურათი, როდესაც წლევანდელ წელს გაცილებით დიდი მსხვერპლი ყავს რუსეთს ვიდრე მთელი შაშანდელი წლის განმავლობაში. ანუ ამ მოკლე დროში მას საკმაოდ დიდი მსხვერპლი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ მიღწევები, რომელიც ადრე მიიღწევოდა სამხედრო მოქმედებებით, რაღაც ტაქტიკური ილეთებით და თავისი საბრძოლო სისტემებით, ეხლა მთლიანად ტვირთი ამ მიღწევების გადასულია ცოცხალ ძალის მასობრივ გამოყენებაზე, არდაზოგვაზე და ესე შემდეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ესე ვთქვათ შესაძლებლობის ზღვარზე რაღაც მოკლე დროში მაქსიმალურად მიღწევის მცდელობა იმისთვის, რომ მე მშვიდობა მოვა და რაღაცნაირად ამ ყველაფერს ამოვქაჩოთ. მაგრამ რეალობაში მიყვეთ ახლა რა სურათი გვაქვს. პირველი ის, რომ უკრაინა გაცილებით თამამად გრძნობს თავს ბრძოლის ველზე ვიდრე რუსეთი. ანუ უკრაინას აქვს იმის ფუნება, რომ დღეს კურსკის ოლქიდან გამოიყვანოს ჯარები, მაგრამ განახორციელოს შეტევა ბელგოროდზე, გაასწოროს ფრონტის ხაზი კუპიანსკში, გაასწოროს ფრონტის ხაზი პოკროვსკის მიმართულებით, ანუ რო არა მოლოდინი გარკვეული მშვიდობის საკმაოდ მხნედ გრძნობს უკრაინის შეერაღებული ძალები თავს, ვიდრე იგივე რუსეთის შეერაღებული ძალები. ჩვენ როცა ვაკვირდებით უკრაინის პროპაგანდას, ეს არის ძალიან მოზომილი, ყოველგვარი ბრავადისაგან და აი ბაქიფუგისგან განთავისუფლებული საინფორმაციო პოლიტიკა, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ თვითაჯერებულად გრძნობენ თავს უკრაინის შეერაღებულ ძალებში, რა თქმა უნდა, ეხლა მათ არ აქვთ ეს, რა ვთქვათ, გამარჯვების ეიფორია და ეს რაღაცა სწრაფი და რაღაც დიდი გამარჯვებებს ისინი არ ელოდებიან, მაგრამ არც ისე არ გრძნობენ თავს, რომ ეხლა რუსეთმა შეიძლება სუმი ოლქი დაიკავოს და მერე ხერსონის ოლქში მოუწიოს გაცვლა, ან კურსკის ოლქიდან თავის ქვედანაყოფების გამოყვანის შედეგად რაღაცა ოპერატიული ვითარება ისე გაურთულდათ, რომ რაღაცა სხვა პოზიციებიდან ჭირდებოდეს მოხსნა. თუ კარგად დავაკვირდებით, ბოლო აი კურსკის მოვლენებთან დაკავშირებით, როცა კურსკთან ისინი ტოვებდნენ პოზიციებს, ამ დროს პოკროვსკის მიმართულებით საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს იმ მხრივ, რომ ის საფრთხე, რომელიც უკვე კუპიანსკთან ახლოს იყო მისული, ეს საფრთხე ფაქტიურად გაანეიტრალეს და რუსეთს კვლავ დაჭირდება იგივე ძალისხმევა, რაც იგივე პოზიციების დასაბრუნებლად, რასაც ერთი წელი მოანდომა. ამიტომ ეხლა რუსების ისა რა ქვია ტრაბახი ცოტა ღიმილის მომგვრელია, მათ ერთ-ერთი შანსი ჰქონდათ ის, რომ კურსკი დაიბრუნეს. ამერიკის კურსკი როგორ დაიბრუნა? ანუ კურსკის დაბრუნება კი არა, ჩვენ ეს არის ერთიანი ოპერატიული სივრცე, სადაც ერთ ოპერატიულ მიმართულებაზე მათ დაუქმეს გარკვეული ტერიტორიული პოზიციები იმის სანაცვლოდ, რომ მეორე კრიტიკულ მიმართულებაზე ის ძალები, გამოთავისუფლებული ძალები გამოიყენეს ფრონტის ხაზის დასასტაბილურებლად. ანუ ეს ჩვეულებრივი ოპერატიული თამაშებია, რომელიც არაფერს არ გვეუბნება ჩვენ. ეხლა ის რა ქვია რაღაც იმას მილში რო გაძვლენ ეს რუსეთს ამას რა შესამხედრო გაზის მილით შეიპარნენ და მთელი პროპაგანდა აქვს ამაზე. ძალიან ნახე ეკატერინბურგის ეკლესიაში მოხუდელმა მოძღვარმა ხა ვიდეო ნახე როგორ ეკლესიის ეზოში დადგა დიდი მილი, გაზის მილი, ნამდვილი მილი მოიტანა, რომ აი ამ მილით გაძვრა რუსული დესანტი და ასე მოხვდა მტრიზურგში კურსკის რაიონშიო და ამ მილში უნდა გაძვრეს ყველა მომლოცველი, რომ ეს განიცადოსო თუ რაღაცა. კი, უკვე საცილო თემებია, რა თქმა უნდა, რაღაც ირაციონალურთან მიახლოებული, მაგრამ მოდი უფრო დავასერიოზულოთ თემა. რუსეთის შეერაღებული ძალები, რომელმაც გამოცდილება დააგროვა მეორე მსოფლიო ომში დიდ სატანკო ბრძოლებში და რომლის ტანკების რაოდენობა ის რაც ქვედანაყოფებში ხარ და აღემატებოდა ყველა ევროპული ქვეყნის ტანკების რაოდენობას, ერთი სატანკო ოპერაცია არ აქვს ჩატარებული 3 წლის განმავლობაში. ანუ ერთი ოპერაცია, სადაც ერთი სატანკო დივიზია კი მაინც იღებდა მონაწილეობას და აქვთ ოპერაცია თუნდაც ოპერატიულ სიღრმეში, თუნდაც 25-40 კილომეტრიან სიღრმეში რაიმე ტიპის გარღვევა განხორციელებული. ანუ მარტივად ვიტყვი, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ტაქტიკური თვალსაზრისით ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელიც ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ მიაღწევს, რის იმედიც მათ ჰქონდათ ფულის და რაკეტების, ერთმა ვერ გაამართლა, თავიდანვე აღმოჩნდა, რომ უკრაინელი თუნდაც რუსულ
რუსულენოვანი მოსახლეობის ყიდვა შეუძლებელია და ისინი თავის ქვეყნის პატრიოტები არის. რაც შეეხება რაკეტებს, აგერ ხედავთ 3 წლის განმავლობაში, რაც კი რამ შესაძლებლობა ჰქონდათ მათ არ დაუზოგიათ თავი, მაგრამ რა ეფექტი აქვს. მაგრამ თავარს მივადგეთ ახლა რა. სამშვიდობო მოლაპარაკების პირველ ეტაპზე პუტინმა გააკეთა განცხადება, რომელიც მისთვის არის სასიკვდილო განცხადება. ანუ თავის გამოუტანა განაჩენი. მან თქვა, რომ მშვიდობის გასაღები არის ზელენსკის შეცვლაში. უკრაინა არის დემოკრატიული სახელმწიფო და 10 ზელენსკის შეცვლის კიდე. და არც არაფერი არ დაეთყობა უკრაინას. რუსეთს როგორც უკრაინის მხრიდან მშვიდობის გასაღები შეიძლება ზელენსკი იყოს, რაც რუსებმა დააყენეს, ესევე თქვენს მან ფაქტურად აღიარა, რომ მშვიდობის გასაღები რუსეთის მხრიდან არის პუტინის შეცვლა. და დღეს მთელი საინფორმაციო სივრცე საუბრობს, ვინ იქნება პუტინის შემცველი. მე არ ვამბობ, დღეს და ხვალ მოხდება რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. და რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ პუტინს არ შეუძლია ხელი მოაწეროს მშვიდობას. მას არ შეუძლია ამის განხორციელება, იმიტომ რომ და მოყვება ამას კონსტიტუცია, მის მიერ გაკეთებული განცხადებები, დაპირებები, მისი ძალაუფლება დგას ფაქტიურად იმპერიის აღდგენის დაპირებაზე. კიდევ ერთხელ, ახლა ჩვენ კი უყურებთ, რომ რუსეთში ბიდლო ცხოვრობს და ის რაღაც პროპაგანდა ყველაფერი, ესე არ არის. ნუ ახლა ჯერჯერობით ახლა ყველაფერს აკეთებს რაც უნდა პუტინს, მაგრამ აქ ამერიკის პოზიცია არის საინტერესო. ახლა შუამავლად გამოდის ამერიკა, რომლის ახლა ერთ-ერთი წარმომადგენელი გუში იჯდა ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტთან, კარსონთან ინტერვიუზე და ეს ადამიანი ამბობდა, რომ რაღაცა პუტინმა ილოცა, ტრამპს რო ტყვია ესროლეს, გამომატარა ნახატი და დღემდე ამტკიცებს, რომ სისულელია ის გეგმები, რომ პუტინს ევროპის დაპყრობა უნდა, ეხლა მეორე მსოფლიო ომის პერიოდი არ არის, იმიტომ რომ ნატო არსებობს და პირდაპირ ამბობენ, რომ პუტინს რაც უნდა, არის რომ წაიღოს უკრაინის რაღაც რუსულენოვანი რეგიონები და მოდი გავატანოთ. ამ ადამიანის პოზიცია ფაქტობრივად ასეთი იყო, რომ მოდი გავატანოთ ეს ხერსონი და ისინი და დამყარდება მშვიდობა. 51 წლის მაისში სტალინი ამტკიცებდა, რომ ჰიტლერი იყო მისი საუკეთესო მეგობარი. 51 წლის 21 ივნისამდე ბოლო ეშელონმა 10 წუთით ადრე გადაკვეთა გერმანია რუსეთის საბჭოთა კავშირის საზღვარი და სტრატეგიული ნიკელის ესე რომ ვთქვათ ქანები გაუგზავნა გერმანიას. მაგრამ თქვენ იცით ხო, ერთ მხრიდან 20 მილიონი დანაკარგი, მეორე მხრიდან 9 მილიონი ერთმანეთთან ბრძოლებში. ანუ ის რას ამბობს კარსონი, რა სიტყვის დღეს ისა რა ქვია პუტინი ხვალ ტრამპი ხმამაღლებას განაცხადებს, ეს არის ერთი და მეორე არის ტენდენცია რა იქნება, ხო? ანუ მათი ნათქვამების მერე მყარი ტენდენციები რა არის? მყარი ტენდენცია ის არის, რომ იმ რაღაც კრიტიკული ესე ვთქვათ გაუგებრობის დროს, როცა უკრაინა ამერიკის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, განიმუხტა, დაუყოვნებლივ განიმუხტა, იმიტომ რომ ერთ მხარეს ტრამპი არ არის, ერთ მხარეს ამერიკა, მეორე მხარეს ზელენსკი არ არის, მეორე მხარეს უკრაინა. ასე გემარა, თუ ამერიკას ეს პოზიცია აქვს, არანაირ საფრთხეს პუტინი არ წარმოადგენს ევროპისთვის, იმიტომ ეხლა ნატო არსებობს და უკრაინა თავარია მშვიდობა, ისინი ამბობენ და მოდი მისცეს უკრაინამ ეხლა რაც მონიშნული აქვს რუსეთს თავისთვის და ამით დამთავრდება. ორი თემა არის, რომელიცაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგრე არ იქნება. პირველი თემა არის ის, რომ ესე იგი პუტინი 3 წელზე მეტია თავისი ტანკებით, თავისი არმიით, თავისი დანახარჯით ცდილობს უკრაინას წაართვას ხერსონი, ზაპოროჟიე და ეს შემდეგ ტერიტორიები, ამას ვერ ახერხებს და ტრამპი თავისი ძალისხმევით წაართმევს უკრაინას ამ ტერიტორიაზე და მისცემს პუტინს უბრძოლველად. ეს არა, შეწყვეტს დახმარებას, ზეწოლას მოახდენს, ეთქვის რომ არ მოგცემი არახს და ასე შემდეგ. არა, ეს ხო ესე გაიშმება. ანუ ის რომ მოლაპარაკებების შედეგად ამაზე დათანხმდება მაგალითად ამერიკა და ეთქვის რომ აი ჩვენ თანახმა ვართ და ეხლა შენს დათანხმება. არა, იმას თორე აღარ დაგეხმარება. ეს არის უკრაინა, რომელიც უშუალოდ იბრძვის და თავის უსაფრთხოებაზეა საუბარი და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო ეგრევე დაამთავრებს თავის არსებობას როგორც ერთ-ერთი პოლუსი, როგორც კი რომელიმე სახელმწიფოს დაათმობინებს ტერიტორიებს რაღაცის თვითონაც ტერიტორიებისკენ იქაჩება, გრენლანდია მინდა, ვაგეთ კანადა მინდა. ფაქტობრივად ერთ იმაზე არიან აწყობილი. კი ბატონო, აი მე ხე ტენდენციებს ვლაპარაკობ და მოვლენებს დაველოდებ. და რაც თავარია, ყველა ძილი მოთამაშე აქ არის ევროპა, ეს არის ევროპული სივრცე. და
და ამერიკის შეერთებული შტატები იმდენადაა ევროპაზე დამოკიდებული, რამდენადაც ევროპა გარკვეულწილად ამ ცივი ომის ფარგლებში და ცივი ომის 30 წელში ამერიკაზე იყო დამოკიდებული, ხო? ანუ ამერიკა ევროპაზე საბოლოო ჯამში ვერ იტყვის უარს. ჩათვალეთ, რომ ჩვენ ახლა თვალს ვადენთ დემოკრატიული ქვეყნები როგორ ცდილობენ ტრანსფორმაციას ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლა. რა თქმა უნდა, ეს მძიმე პროცესია ბევრ პოლიტიკოს შორის და ერთი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის არის ხოლმე გაუგებრობა, ხო? და განსხვავებით ზოგი მემარცხენია, ზოგი მემარჯვენეა. ეხლა ჩვენ რატო გონია, რომ ევროპის და ამერიკის პოლიტიკოსებს შორის სრული სიამტკბილობა იქნება, მაგრამ მთავარი თემა იქნება, რომ ღირებულებითი ნაწილს არ დათმობენ, ჩარჩოებიდან არ გავლენ და მე ვერ წარმომიდგენია დანია, ამერიკის შეერთებული შტატების ღია კონფრონტაცია, რომელიც ხელფასზე შეიძლება გადაიზარდოს, ან კანადა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რაღაცა საომარი მოქმედებები. თუმცა კრიზისები შეიძლება იყოს ეს ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკაა ეს და ამ პოლიტიკას ახასიათებს ერთმანეთზე ხელის გადაწევის ან ძალების, ესე ვთქვათ, დატოლების მცდელობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის უსაფრთხოება კი არ უნდა იყოს. უკრაინა იყოს მათი უსაფრთხოების გარანტი. ოღონდ უსაფრთხოების გარანტი იმ ხრივ, რომ მათ ჭირდებათ დრო, სანამ მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა, პოტენცია კი არა, ინფრასტრუქტურა დაეწევა ომის საჭიროებას. ეხლა მათ კიდევ ერთხელ გერმანიაში როცა ვიყავი სასწავლებელში, იმ პერიოდში ყალიბდებოდა სტრატეგიული ხედვა, რომ უსაფრთხოების პრობლემა გერმანიას, მხოლოდ გერმანიას კი არ აქვს, არამედ გერმანიის მეზობელს თავისი მეზობლის საზღვარზეც კი არ აქვს საფრთხის პრობლემა. ანუ ისინი თვლიდნენ, რომ პოლონეთსაც კი საზღვარზე არ აქვს სამხედრო პრობლემა. და შეიცვალა ეს. მაგრამ ახლა ტრამპი ამბობს, რომ როგორ ნატო არსებობს და გამორიცხული ახლა სიგიჟეა ეს. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, ევროპამ არ ინერვიულოს რუსეთზე. აგერ უკრაინას ჩამოაჭრის ცოტას და ამით დამთავრდება. ამერიკელი ამომრჩევლის წინაშე და ბრიტანელი, გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსები თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. ტრამპმა რა თქვა ამერიკის შეერთებული ნატო ვერ იქნება დაცვა? ევროპისთვის. ეხლა არის კრიტიკული სიტუაცია, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ შეიძლება მეხუთე პუნქტი მისთვის არ იყოს მთლად მეხუთე პუნქტი. ანუ ეხლა გარკვეული კრიზისი არის ამ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ტრამპს აქვს მოთხოვნა, რომ თქვენ ამდენ ხნის განმავლობაში ის 2% რო არ გააკეთეთ და გერმან ბუნდესვერს საქართველოს შეერაგებულ ძალებში არსებული ტანკებზე ნაკლები ტანკები რო ყავს თავის შემადგენლობაში, ეს არ არის ნორმალური და მართლა არ არის ნორმალური, როგორ შეიძლება ხა გერმანია და საქართველოს ერთნაირი რაოდენობის ტანკები ყავდეს, ხო? და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ორივე მხარეს არსებობს სიმართლე. ხა ერთია როგორ გამოხატავს ამას ტრამპი და მეორეა როგორ ვთქვათ აკადემიურად პასუხობს ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ რეალობაში ხო ამერიკამ არ უნდა თქვას უარი მეხუთე პუნქტზე. ამ შემთხვევაში ნატო თავის აზრს კარგავს, იმიტომ რომ ნატო არ არის ევროპული ალიანსი, ეს არის ჩრდილოეთატლანტიური ალიანსი, რომელსაც გლობალური ესე რომ ვთქვათ უსაფრთხოების გარანტორად გამოდის და ევროპა ამ შემთხვევაში ამ წვირს მოიშორებს და იქნება თავის უსაფრთხოების, ანუ ევროპა მშვენივრად მოახერხებს თავის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა თქმა უნდა, ახლა დანახარჯი გაეზრდება, კომფორტის ზონიდან მოუწევს გამოსვლა, მაგრამ ის მშვენივრად მოახერხებს, მით უმეტეს საქართველოს, სომხეთი, უკრაინა, მოლდავა, ეს ის დამატებითი ენერგია და ძალა, რომელიც იქნებიან ჩაუძილავი ავიამზიდები, მტრულ ესე რომ ვთქვათ, სივრცეში. წყლებში. ხო, ნუ ეხა უყურეთ ჩვენ რო პრეტენზია გვაქვს ოცნებასთან, გარდა იმისა, რომ ეხა ბიუჯეტის ქურდები არიან სახელმწიფოს მართვა მიგდებული, გარდა ამისა არის მთავარი პრობლემა, რომ საქართველოს დატოვეს მშვიდობის გარეშე, ხო? ეხა ჩვენ მშვიდობა იმდენად გვაქვს, რომ რამდენად ეხა თქვენ რო ტყეში პირიქით ამბობენ, ჩვენ მოვიპოვეთ მშვიდობა. არა, თქმით ბევრი ამის თქმა შეიძლება, მაგრამ თქვენ რო ეხა ტყეში იყოთ და გზნობდეთ უსაფრთხოდ თავს, იმიტომ რომ ჯერჯერობით მტაცებელმა ვერ მოგაგნოთ, ხო? ნუ იმის ალბათობა, რომ მტაცებელი ვერ მოგაგნეთ, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ თქვენ არაერთი გარანტია არ გაქვთ, რომ თოფის და რაღაც დაცვის გარეშე ესე გადარჩებით, ხო? ანუ ზუსტად ეს არის, არც ერთი ინსტრუმენტარია არ დაიტოვა ოცნებამ იმისთვის, რომ საქართველოს მშვიდობა იყოს გარანტირებული. არც შიდა ინსტრუმენტარია, რასაც ქვია მოსახლეობის გაერთიანება, რაღაცა ის ბრძოლის ჟინით და საქართველოს დაცვის ჟინით, არც თავდაცვის ძალები, უბრალოდ შეერაღებული ძალები,
რომელშიც აღარაფერს აღარ აკეთებს, არც უსაფრთხოება სუსი, რომელიც ფაქტურად რუსული დიქტატის ქვეშ იმართება და ფაქტურად საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი კი არ არის, არამედ რუსული პროექტის გარანტორია საქართველოში და ისევე პოლიცია, რომელიც თავის მოსახლეობასთან დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს მშვიდობის უზრუნველყოფის შემაკავებელი ფაქტორი ფაქტურად არ აქვს. შემაკავებელი ფაქტორი. ომზე არ ვსაუბრობ. ომი კიდე დიდი თემაა. და გარდა ამისა, სტრატეგიული პარტნიორები ორი დიდი გარანტორი ყავდა, სამი დიდი გარანტორი ყავდა. ეს იყო თვითონ ევროპა, როგორც ასეთი, თავისი ინტერესებით და ევროპამ საქართველოს შემოსაზღვრა როგორც თავის ტერიტორია. ამიტომ ეხლა რამდენად ყარად გავრცელდება ევროპული უსაფრთხოების ქოლგა საქართველოს დამოკიდებულია ჩვენ ხელისუფლებაზე, ანუ გვეყოლება თუ არა ეროვნული ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, აგერ მეგობრობის აქტიც გვიახლოვდება, რომლის გვერდითაც 11 წელი ჩვენ გვერდ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ყველაზე დიდი კონტინგენტით ახორციელებდით სხვა მისიებს ერაყში და ავღანეთში და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ სამხედრო ელიტა ამერიკულ პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პლასტია და მათ ეს მადლიერების გზნობა ჰქონდა, იმიტომ რომ ეს მათი თანამებრძოლეები არიან და ესენი არცად არ წასულათ, ხო? ეხლა რომ რაღაც ის პაპუაშვილი რომ უმადურობის აქტს უძახის, ამ მეგობრობის აქტს და ავღანეთში მისიას ახსენებს. ვინ უფრო უმადურია? იმ ოფიცრების 80%, რომელიც ავღანეთში მისიაში იყო, დღეს პოლიტიკურ თავშესაფარის მოთხოვნით არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯარისკაცთა უმრავლესობა, რომელიც ავღანეთში მისიაში იყვნენ მონაწილეობა, პანგურია მოარტყეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობს. ვინ უფრო უმადურია? ანუ ეს კარგია, ხო, წამოსაძახებლად, რომ აი ეს ადამიანები ავღანეთში მისიას ასრულებდნენ, მაგრამ ამ ადამიანების წინაშე არანაირ ვალდებულებას ოცნების ხელისუფლება არ ძნობს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ზოგი იმის გამო რომ რეპრესიაში მოყვა ამერიკაშია და ის ადამიანები რომლებიც უბრალოდ რიგითებად მსახურობდნენ და ჩვეულებრივი ქართველი გლეხები და ქართველი უბრალო მოსახლეობა იყო ის იმის გამო რომ სამ მათხოვრული ხელფასი დაუტოვა, ხო, 800 ლარი ჰქონდათ მაშინ როდესაც დოლარი 1 და 50 იყო და იგივე ხელფასი ჰქონდა როცა დოლარი 3 და 0 გახდა ლართან მიმართებაში, ხო? ფაქტიურად გაუნახებდა ხელფასი და რა თქმა უნდა იძულებული გახდა, რა თქმა უნდა ესეთ სოციალური პოლიტიკის ჯარში არავინ არ დარჩებოდა. და ფაქტურად ჩვენ გვაქვს სისხლისგან და ენერგიისგან დაცლილი შეიარაღებული ძალები, რომელიც ჩვენი მშვიდობის გარანტი არ არის. ამიტომ მშვიდობაზე როცა ლაპარაკობს, ხა ბიძინა ივანიშვილი თუ შამანია თუ ისა რა ქვია, რაღაცა ბაობაბების რიტუალს ასრულებს, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს, ბოდიში ხა მე ირაციონალური მშვიდობის გარანტიის არ მჯერა, მე რაღაც მატერიალური უნდა დავინახო და რასაც პოლიტიკა ქვია, ამ პოლიტიკაში მე მშვიდობის გარანტიას ოცნების მხრიდან ვერაფერს ვერ ვხედავ. ნუ თუ არ ჩავთვლით, ხა თემურლენგი შემოვირიგეთ, ის მივართვით, რა ქვია, გვირგვინები დავდეთ მის საფლავზე და თემურლენგი მეცხრეჯერ აღარ დაგულაშქრავს. მათთან მშვიდობას ალბათ მიაღწიეს. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მექნება, მაინც მინდა ამ მოლაპარაკებებს დავუყუროთ. თქვენი აზრით, ეს მოლაპარაკებები აშშ-ის შრომავლობით რამე შედეგს გამოიღებს, ან დაადგება მშვიდობა რუსეთ-უკრაინის ომში? უყურეთ, მშვიდობა ისევე წყურია რუსეთს, იმიტომ ისიც სულ ხალხავს, ხო? უკრაინისგან განსხვავებით, კი უკრაინა. რა ვიცი, ხა კარგი მასზე ვართო და? კი. ეხლა ჯერ არ გვინდა მშვიდობა. კარსულაზე ვარ. ხო, ნუ თუ მოусმენთ, ეხლა ეს რასაც პუტინი ლაპარაკობს, მაგრამ თუ მის ექსპერტებს მოусმენთ, იგივე დუმაში რა განცხადებებიც კეთდება კრიზისებთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რეალურად ბრძოლის ველს თუ გადავხედავთ, სად არიან? აი დუღზე რაღაცა იმაში ქვია გაზის მილში გაძრენ 3 წლის განმავლობაში, როცა 4000 ტანკი ყავდათ თუ რა ვიცი საბოლოო ჯამში 13000 ტანკი გამოიყენეს. და მათთვის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად აღმოჩნდა, რომ რაღაცა 100 კაცი უნდა გამძვრალიყო რაღაც გაზის მილში, ხო? ეს ხო მაგარი ის არის, რა ქვია, სააცილოა ამ ოპერატიული სივრცეებისთვის გაზის მილი და გაზის მილში გაძრობა, რომ არანაირ იმას არ ქმნის, რა ქვია. და ამაზე მარტო გდელი და ისა ეკლესიაში დადებული ნაგლეჯი კი არა, მილის ნაგლეჯი კი არა. უნდა გადახედოთ ქართველი რუსეთუმეები, ხო? რას მსჯელობენ, რომ ეს არის გენიალური სვლა და ესე შემდეგ. მე არ ვიცი ხა სად გადახედეთ ამ სამხედრო სტრატეგიას, ამ სამხედრო ტაქტიკის მაგალითებს და ოპერაცია, რომელიც 120 კილომეტრზე ნაკლებ სიღრმეში ტარდება, ამას ის რა ქვია, თავმოყარე ომის ის რა ქვია, წარმოებლები არც იმჩნევენ, ხო? ეხლა ბრძოლის ველზე საქიმფოს ქონდა ხოლმე რაღაც გამომხნევებელი ინფორმაცია, რომ ვიღაცა მზარეულმა ივანოვმა
ერთი იმით ჩამჩით, როგორ მოკლა 12 გერმანელი ფაშისტი, ხო? და ნუ გიხაროდა ხა ესეთ ინფორმაციები დღეში 3-4 ჯერ წერდებოდა ვიღაცამ ის რა ქვია ტანკის ლულაში როგორ ჩაყარა ქვიშა და გერმანული ტანკი როგორ აუფეთქდა ის რა ქვია ქვემეხი და ესე შემდეგ. ესეთ ინფორმაციების დიდოსტატები არიან რუსეთი და ეხა ჩვენ გვიკვირს თორა ეს ყოველდღიურად საქინფო ესე რომ ვთქვათ ესეთ ინფორმაციებს ავრცელებდა და საბოლოო ჯამში რო დაითვლი დაახლოებით 3 მილიონი ტანკი ყავს განადგურებული აი ესე რომ დათვალო საქინფოს ეხა არსებობს ის რა ქვია ამობეჭდილი ვარიანტები ყოველდღიური ქრონიკულად და რო დათვალო 3 მილიონი ტანკი ყავს განადგურებული საბოლოო ჯამში ეხა ეს რა სიტყვის პროპაგანდა ეს სხვა თემაა მაგრამ აგერ გადახედეთ ბრძოლის ხაზს და თუ სადმე თქვენ ნახავთ რომ ან 100 მეტრით დღეში 100 მეტრით წინ წაიწია ან უკან დაიხია ან რაიმე ტიპის მანევრი ჩატარდა რომელიც აი 300 მეტრის რადიუსზე მეტზე ვრცელდება გეტყვით რომ რუსები ძალიან მაგრად არიან და აი წამოყვებით მაქსაობაში დანარჩენი არის რა ბიზინა ივანიშვილი და ზარქუარას ლაპარაკობს დაახლოებით ეგეთი ის აქვს რა ქვია სიმართლესთან ეგეთი სიახლოვეა რუსეთის პროპაგანდის ნავაბარების. მადლობა დიდი გიორგი თავდგირიძე იყო ჩვენი სტუმარი სამხედრო პოლიტიკური ექსპერტი ჯგუფ ფარს წარმოადგენს. ის დაგვეოდოთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ ახალ კანონზე, იცით რომ გამჭვირვალობის კანონს თავიდან იღებს ხელისუფლება, რომელსაც ახლა უკვე ეძახის ამერიკულ ფარას და რატო გახდა ეს საჭირო? დღეს არასამთავრობო სექტორმა ერთი განცხადება გააკეთა, კიდევ მორიგი განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმრები იქნება მალხაზ რეხუიაშვილი, ფაქტ-ნეტის მთავარი რედაქტორი უჩან ანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ყოფილი სახალხო დამცველი. მაშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით ახალი რუსული კანონის როგორც მას ეძახის არასამთავრობო სექტორი, ხოლო როგორც ხელისუფლება ეძახის გამომჯვარების კანონის შესახებ ვისაუბრებთ. ხელისუფლება ამბობს რომ კიდევ ერთხელ მიიღებს ამ კანონს, იმის გამო წინა კანონი ვერ აღსრულდა და უფრო მკაცრი იქნება და იქნება ზუსტი ანალოგი ფარასი. დღეს არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა განცხადება, წაგიკითხავთ რამდენიმე ციტატას. რუსული კანონი მისი არც ერთი ფორმით არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანიო წერია მათ განცხადებაში. ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიკართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერ აღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიკართული და ანტიკონსტიტუციურიო ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა. შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს, ისევე როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიციირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებით დაადასტურა. ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიღებული ფარას პირდაპირ თარგმანს აინიციირებს. აშშ-ში მოქმედი ფარა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმეებას არ უპირისპირდება. ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფარვა სურს თქვა ამ განცხადებაში. ორი ადამიანი ამ განცხადების ხელმომწერები იქნებიან ჩვენი სტუმრები, მალხაზ რეხუიაშვილი, ფაქტ-ნეტის მთავარი რედაქტორი, უჩან ანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო უჩა, თქვენგან დავიწყებთ, თქვენ განაცხადეთ, რომ ქართული ფარა სახელით ცდილობს მიიღოს რუსული კანონი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდესო. თქვენ თქვით, ანუ ქართული ოცნება ცდილობს ამ კანონის მიღებას და ვერ აღსრულდესო და როგორ რა ბერკეტები გაქვთ, რომ ვერ აღსრულდეს ეს კანონი? ეცდრ არის ის, რომ თავისთავად უკვე მესამედ გახდა საჭიროება ხომ ამ კანონის თუ რაღაც მსგავს კანონის მიღების, ალბათ ბევრ ამაზე მეტყველებს. 2023 წელს სადაპირველად ქართულმა ოცნებამ შემდეგ, თუმცა არ გამოუვიდა პროტესტის შემდეგ, მეორედ გასულ წელს კანონი მიიღეს, მაგრამ პრაქტიკულად ის ვერ ასრულდა. და წელს უკვე მესამედ დაიწყო ამ კანონზე საუბარი და უკვე ორი მოსმენით არის მიღებული. ხო, თუმცა უკვე სხვა სახელწოდებით. გასულ წელს როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო რუსული კანონი, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს სწორედაც ამერიკული კანონი იყო და ფარას ამბობდნენ, რომ სწორედ ეს ფარა არის გადმოტანილი ქართულ სინამდვილეში, ხო? თუ გასულ წელს მივიღეთ ფარა, აბა წელს მაშინ რა კანონის მიღებაზეა, ხო, საუბარი. გამოდის, რომ მაშინ ტყუოდა ხელისუფლება, მაგრამ არა მხოლოდ მაშინ, ხო? სამწუხაროდ დღესაც ტყუის, როდესაც ის ამბობს, რომ ანუ სურთ მიიღონ კანონი, რომელიც არის იდენტური ამერიკაში მიღებული კანონის. მით უმეტეს, როდესაც პირველი მოსმენაზე გაიტანეს ტექნიკურად პირდაპირ თარგმნილი, ხო, ტექსტი. მათ შორის ისეთი ტერმინოლოგია იყო იმ ვერსიაში, სადაც მაგალითად კონგრესის ბიბლიოთეკა იყო. გავაკეთეთ, რომ
არ თქვან რამე შეცვალესო. კი, მაგრამ ნუ მთავარია შინაარსი, არა ტექსტი. ანუ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითქოს მოსახლეობა შეექმნას დაბეჭდილება, თითქოს მართლაც ამერიკული კანონის მიღება ხდება, ხომ? ამიტომაც მოხდა, თორემ ასეთი შეცდომა ნამდვილად მათ არ გაეპარებოდათ, მაგრამ მთავარია შინაარსი და ვიზ ვრცელდება ეს კანონი. და ჩვენ რა თქმა უნდა ის რომ ვერ ახსრულდა გასულ წელსაც ხომ ეს კანონი ალბათ ხელისუფლებაც უნდა დაფიქრდეს თუ რატომ ხდება ასე იმიტომ რომ ეს კანონი მოდის წინააღმდეგობაში იმ ყველაფერთან რითაც ქართული სახელმწიფოს ადამიანები, ორგანიზაციები ცხოვრობთ ხომ წლების განმავლობაში, აწლეულების განმავლობაში მოტანილ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა იმ მექანიზმს გამოვიყენებთ, იქნება ეს საკონსტიტუციო სამართლო, იქნება ეს ევროპული სასამართლო სტრასბურგის თუ სხვა, იმისთვის რომ ეს კანონი არ ამოქმედდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია ყველას ჰქონდეს სრული წარმოდგენა თუ რას წარმოადგენს ეს კანონი. ანუ ეს კანონი არის ჩვეულებრივ რეპრესიის მექანიზმი და თუმცა ამაზე აქვს მარტივი პასუხი მოსახლეობისთვის, ასე ვთქვათ, მარტივად მისაწოდებელი, რომ კი, მაგრამ ამერიკაში თუ მოქმედებს, ჩვენთან რატო არ გინდათ? ეს კონდათ მაშინაც 2023-ში, ეხლა საერთოდ მით უმეტეს, ხო, რომ? მაგრამ ვისახება ამერიკაში, ხო, მაგ არის თავარი კითხვა, ხო, ამერიკაში მოქმედ ორგანიზაციების ძალიან მცირე რაოდენობას ეხება, ხო, არ ეხება არც ერთ ამერიკულ ორგანიზაციას. კანონში წერია ამერიკაში და ესენი არ წერენ თუ აი როგორ ეს განსხვავება როგორ იქნება ეს მაინტერესებს. გააქვთ ამაზე ახლა თქვენ ხო ჩავერთოთ კი ბატონო ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კანონი არ არის მხოლოდ სიტყვები რომელიც კანონში წერია კანონი და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც საუბრობთ განსხვავებულ სამართლებრივი მოწესრიგების სახელმწიფოებზე ჩვენ სხვა ტიპის სამართლებრივი მოწესრიგება გვაქვს ამერიკაში სხვა ტიპის ამერიკაში შეიძლება საკმაოდ ბუნდოვანი ფორმულირებით მიიღონ რაღაც კანონი რომელსაც შემდგომ სასამართლო თავისი განმარტებებით მისცემს იმ მიმართულებას, რაც იქნება თანმხვედრი ამერიკის კონსტიტუციასთან და კონსტიტუციის შესწორებებთან. ამიტომ ჩვენ ეხლა ვთქვათ, რომ იგივე ეს რაღაცას დაწერენ ამერიკელები, ჩვენ გადმოვწერთ და ესე იგი, იგივე არა, მაშინ სასამართლო პრაქტიკა უნდა წამოიღო, კონსტიტუციური გარანტიები უნდა წამოიღო, მოსამართლეები უნდა წამოიღო და ელიზაბეთ რუდბეკერი უნდა ყავდეს მურუსიძის ნაცვლად. აი ასე გადმოვაკოპირებ კანონს არ ნიშნავს, რომ იმავე კანონს იღებ. ეს არ ნიშნავს ჩვენნაირი სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნების შემთხვევაშიც კი, ანუ ევროკავშირის შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე, დაახლოებაზე და ასეთ სიტყვებს ვამბობთ. რატო? იმიტომ რომ გადმოკოპირება რაღაცების არ ნიშნავს, რომ იმავე შინაარსს წამოიღებ. მას ჭირდება ადგილობრივ სამართლებრივ რეალობასთან მორგება და ძალიან მარტივი ინდიკატორია ბატონო მოუჩა მახსენა უკვე, სადაც დაახლოებით 5% თუ სწორად მახსოვს არის არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრირებული ამ კანონით ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორ განარჩევს ამერიკის კანონი ანუ ესენი ხა სიტყვასიტყვით გადმოაქვს მართლა შეადარეთ უკვე ეს კანონი მეტწილად მართლა სიტყვასიტყვითაა გადმოტანილი ოღონ ჩვენს კანონს ახლავს კიდე განმარტებითი ბარათი რაც განასხვავებს ამერიკის კანონმდებლობისგან ჩვენი განმარტებითი ბარათი პირდაპირ უმიზნებს ამ კანონმდებლობას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და რომლებმაც რუსული კანონის შესრულებაზე თქვეს უარი. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში შემოტანილი არის მთელი რიგი ფილტრების, რის მიხედვით უნდა ჩაითვალოს არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ნებისმიერი სხვა პირი, მედია და ასე შემდეგ, უცხო ქვეყნის აგენტად. ის უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ხედავთ კონტროლის მექანიზმს მასზე, თუ ხედავთ რომ უშუალოდ ინტერესებს ქართულ კანონში წერია, მაგრამ ჩვენ რა რეალობასაც ვუყურებთ ახლა ნიშნავს, რომ მაგალითად საგრანტო ხელშეკრულება ჩაითვლება ინტერესების გატარების ხელშეკრულებად. აი მაგალითად მე რომ ეთნიკურად აფხაზი ბავშვები მიმყავს სასწავლებლად სადღაც მაგალითად ესტონეთში, ევროპაში ეს ჩაითვლება, რომ რაღაცა ევროკავშირის ინტერესების გატარებაა და არა ქართული ინტერესების გატარება, იმიტომ რომ არსებობს ქართული მხარის ინტერესი კი არა ევროკავშირის ინტერესი. ამიტომ ამერიკულმა სასამართლომ მას კონკრეტული მიმართულება მისცა და ძალიან მარტივია შევხედოთ, ხო? აი ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფისს ამერიკის შეერთებულ შტატებში არ უწევს რეგისტრირება ამ აქტის ქვეშ. შესაბამისად, ჩვენ ამ კანონს კითხულობთ. ისინი ხო ამბობენ, რომ სადავური ორგანიზაცია ბერლინშია, ცენტრალური ოფისი ბერლინშია და არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოღონ ერთ მარტივი ინდიკატორი შემოგვაქვს ჩვენ. ხო ამბობენ, რომ ფარა. თუ მას ჩვენ კითხულობთ ფარა, როგორც ფარას და როგორც
ამერიკული სასამართლო და ამერიკული კანონმდებლობა FARA-ს განმარტავს, ის ჩვენზე მაგალითად საერთოდ არ ვრცელდება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც ქართულ ინტერესებს ემსახურება. თუ ისინი ფილტრად შემოიტანენ მართლაც კონტროლის და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების საკითხს, მაშინ ის გრასზე, მაგალითად საქართველოს რეფორმის ასოციაციაზე არ უნდა გავრცელდეს და არც ვაპირებთ რომ ვინმეს მივმართოთ რომ დაგვარეგისტრიროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვკითხულობთ კანონს ასე არ ჩანს არანაირი უცხო ქვეყნის აი შემოდის საინტერესო თემა, რომ არ ვაპირებთ დავრეგისტრირდეთ. კი ბატონო, მაგრამ ეს ამერიკული კანონი უკვე სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თუ წინა კანონი იყო ჯარიმა მხოლოდ და მე რა ხდება? სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ამ კანონის ინიცირების, რომ მაქსიმალურად დაშინდეს ყველა ვინც ხვდება თუ არ ხვდება რეალურად ამ კანონის მოქმედების არეალში, სწორედ ეს არის მიზანი ხელისუფლების, მან ვერ მოახდინა საზოგადოების დაშინება. ისევე როგორც მაგალითად იგივე ხო გასულ წელს ჩვენ გვახსოვს რომ დეკემბრის ბოლოს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა მთელი კანონების ნაკრებს მოაწერა ხელი დეკემბრის ბოლოს, რომელიც ზღუდავდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ შემდეგ დაინახა რომ ამ შეზღუდვებს ხო გასწოთ ხო იგივე პიროტექნიკის აკრძალვაზე იყო საუბარი, იგივე ლაზერული ტექნიკის სხვადასხვა შეზღუდვები იყო, მაგრამ 2 თვის შემდეგ კვლავ ახალი ცვლილება შეიტანა. თებერვალში კვლავ ახალი კიდევ უფრო დრაკონული კანონი შემოიტანა, რომლითაც კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები იმისთვის, რომ მოსახლეობა დაშინებული იყო და აღარ გამოსულიყო. იმიტომ რომ მიხდა რომ ეს სანქციები ვერ ჭრიდა და მაინც აგრძელებდნენ ადამიანები პროტესტის გამოხატვას და ასე აქაც ხომ ანუ ის რომ ვერ გასულ წელს მიღებულმა კანონმა პრაქტიკულად ვერანაირი შედეგი ვერ დადო, პირიქით ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად შეიძლება ითქვას რომ ის იმიჯიც გაუქრო, რომელიც მას ჰქონდა დასავლეთში პრაქტიკულად და ეს საქართველოს გაიყვანა იმ ქვეყნების რიგში, სადაც რუსული გავლენები კიდევ უფრო მეტად არის გაძლიერებული და სწორედ რუსეთი არის ის მხარე, რომლის ინიციატივით თუ მხარდამჭერით ხდება ასეთი კანონების მიღება, მათ შორის ყირგიზეთში, მათ შორის რესპუბლიკა სერბსკაში, მათ შორის აფხაზეთში, აგერ დიდი ზეწოლა რომ იქნას მიღებული, ცხინვალში იქნა მიღებული და სხვა მსგავს წარმონაქმნებზე. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცხადია, რომ მიზანი არის მაქსიმალურად დაშინება ხალხის ორგანიზაციების, რომ მათ თვითონვე თქვან უარი საქმიანობის გაგრძელებაზე. ანუ მიზანი არის სწორედ ეს, რომ ამ კანონს ჰქონდეს ერთგვარი მსუსხავი ეფექტი, რომ ორგანიზაციებმა შეწყვიტონ მუშაობა, შეწყვიტონ აქტიურობა, შეწყვიტონ იგივე დონორმა ორგანიზაციებმა გრანტების გაცემა და იქნება ამ მეთოდებით მოახდინოს ხელისუფლებამ ამ ორგანიზაციების პარალიზება. სწორედ ეს არის მიზანი. თუ არ დარეგისტრირებთ ეს სასამართლოების პასუხისმგებლობა იქნება, შეიძლება ველოთ რომ დაგიჭირონ, ხო? რა არის პოტენციურად, რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია დაიჭიროს. თუ არა მხოლოდ და სხვათა შორის რა არის საინტერესო? კანონი ეხება აბსოლუტურად ძალიან ბევრ ადამიანს, ყველას, ძალიან ბევრ ორგანიზაციას. პირდაპირ არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს ხომ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას ეხება, ყველა სახლის გაერთიანებას, კორპორაციას, ასოციაციას, საინიციატივო ჯგუფებსაც კი, ანუ ინფორმირებებსაც კი, რომელიც მანამდე არ ვრცელდებოდა, არ არის მსგავსი რეგულაციები. ხო, გამოდის რომ იგივე ბიზნეს ორგანიზაციასაც კი, რომელსაც აქვს კონკრეტული ინტერესი, ხო? უცხოური ინვესტიცია რა შემთხვევაში შეძლოა ასევე იქნას წარმოდგენილი როგორც უცხოური ინტერესების, ხო იგივე უცხოური პრინციპალის მიერ ინტერესების გატარებად, ხო ესეც ალბათ საკითხია და მე ვფიქრობ ბიზნესს უნდა დაფიქრდეს, ხო ანუ ყველა ეს ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი აქვს უცხოეთთან, ხო პოტენციურად ამ კანონის მოქმედების არეალში ყვება და შესაბამისი სანქციები, რა თქმა უნდა, შეძლო გავრცელდეს ამაც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა თუ სად მიდის ეს კანონი, სად შეიძლება წაგვიყვანოს იმ მოცემულობამ, იმ ჩანაწერმა, რაც ამ კანონშია და მეორე რა თქმა უნდა უკვე აღსრულება, ხომ? ჩვენ გახსოვს მაგალითად წინა კანონი, უცხოური გამჭვირვალე რუსული კანონი, იქნა მიღებული, მასშიც არ იყო რეალურად ეს კანონი პრაქტიკულად ამოქმედებული, მაგრამ დავინახეთ რომ იმ ორგანომ, რომელსაც ქონდა ხომ დაუშვათ იუსტიციის სამინისტრომ ხო შექმნა შესაბამისი სტრუქტურა, დაიწყო ორგანიზაციების დარეგისტრება, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილმა რეალურად შეასრულა კანონის მოთხოვნები. უდიდესი ნაწილი ორგანიზაციების ხო პრაქტიკულად ამ სივრცის ამ მოთხოვნების გარეთ დარჩა. და სწორედ ამიტომაც ხელისუფლება ცდილობს, რომ მაქსიმალურად ყველა ორგანიზაციას შეეხოს ის მსუსხავი ეფექტი, რომელიც ამ კანონს გააჩნია და რა თქმა უნდა გამოიყენოს ყველა ის სადამსჯელო მექანიზმი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს. აი ეს სისხლისამართლებრივი πასუხისმგებლობა არ იქნება, ასე ვთქვათ, პრობლემა ამ გზაზე საბოლოო ჯამში. ხო, თუ თქვენ ამბობთ, რომ არ დარეგისტრირდებით, იქ მერე ციხია და მერე რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. ერთს დავამატე, უბრალოდ ბატონი უჩა, რასაც აღწერდა, რამდენად ყოვლის მომცველია ეს კანონი, ამ კანონის საკითხვით, აი ხა უბრალოდ რომ წაიკითხოთ უცხოური პრინციპალი რა არის, ქართველი ემიგრანტები შეიძლება სახელმწიფო უცხოურ პრინციპალად ჩათვალოს და თუ ანუ ეგრეთ წერია იმ ამერიკულ კანონში გამოდის, ხო? დიახ, ხო, ნახეთ, კონტექსტი ხომ უნდა გვესმოდეს, რამდენი ამერიკელი არის ოჯახის სარჩენად წასული სხვა ქვეყანაში.
და რამდენი ქართველია მარტო შარშან რამდენი ქართველი წავიდა ჩვენ საუბრობთ მთელს განსხვავებულ კონტექსტებზე საუბრობთ სუპერეკონომიკაზე საიდანაც ადამიანები არ გარბიან რომ საუბრობთ ქვეყანაზე რომელსაც სხვა ქვეყნის არასამთავრობოები ნაკლებად მოღვაწეობენ ხო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, მოღვაწეობენ და მათ ეს კანონი არ ეხება თუ ისინი კონტროლს არ ექვემდებარებიან და მარტივი მაგალითია Russia Today მაგალითად ამ და BBC და ეს მაგალითი იმიტოა ყველაზე მარტივი რომ იქ ფარა ეძებდა იმას ხორციელდებოდა თუ არა კონტროლის სარედაქციო პოლიტიკაზე და Russia Today-ის შემთხვევაში, დიახ, თავრობის მიერ ბუნებრივია, თორე საინფორმაციო უფროსი, რა თქმა უნდა, რაღაცა ტიპის კონტროლის სარედაქციო პოლიტიკაზე ვიღაცას ყოველთვის აქვს, ზონდეს არ უნდა ყოფილიყო უცხო ქვეყანა და უცხო ძალა, რომელიც სტრული არის შენი სახელმწიფოსადმი და Russia Today მოხვდა ამ კატეგორიაში, BBC არ მოხვდა და ქართული კანონის, აი ეხლა რაც დაინცირეს ივანიშვილის პარლამენტში, მის განმარტებით ვარც თუ წავიკითხავთ, ფაქტობრივად დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი არის გამოცხადებული იმად, რადგან თავის დროზე ამ კანონის მიღებისას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნაციზმი და კომუნიზმი გამოაცხადა. თავიდანვე ესე იყო ხო, ჩარჩა. ერთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე რაც რასიზმი რაც შეიძლება თქვა, ხო, აი იმას ავიჭრებს, გეგმასავით. ჩვენ რაც ზუსტად ვიცით, არის რომ ეს კანონი ჩვენ არ გვეხება, ჩვენ არ ვაპირებთ დაურეგისტრირებთ. მე პირადად არ ვაპირებ დავირქვა აგენტი, იმიტომ რომ თქვენ კიდევ უფრო მეტ ხანს ვიდრე მე, მაგრამ მეც საკმაოდ დიდი ხანია ჟურნალისტიკაში ვარ და მგონია რომ ჩემს სამშობლოს ვემსახურები და არაფერი ხო ამათ რა ლოგიკა აქვს იცი რას ეუბნებიან თავად ამორჩეველს რომ უკაცრავად ფული ვისგანაც მოდის რომ მუსიკასაც ის უკვეთავს რომ შესაბამისად თუ იღებენ ფულსო გასაგებად ან თითქოს აი ყოფით ენაზე მათ მარტივად ელაპარაკებიან რომ რატო უნდა შემოდიოდოს უცხოური ფული თუ შემოდის ესე იგი იმას თავის ინტერესი მოყვება ხა სულელი ხო არ არის ტყუილად ფულს გაზავ და ასეთ რაღაცებს ეს ნახეთ რა მესეჯ ბოქსი გქონდათ კახა კალაძე და შავა პაპუაშმა ერთდეგივე რამე თქვეს ამერიკულ ფარას რუსულ კანონიდან წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა იგივე თქვა შავა პაპუაშვილმა ეს კალაძე იყო ასეთ სახელის დარქმევა როგორც რუსული კანონი NGO-ების დამფინანსებლების მიერ მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთია. ანუ იგივე თქვენ გავალებენ, ფულს გაძლევენ და მე უნდა შეასრულოთ. ხო, შესაბამისად ახლა მოდი ავკვეთოთ გარედან ეს დაფინანსება. მე ხუდადოვზე ვცხოვრობ და ქვეყანაში არის ეს და გარედან არაფერი არ მიგვიღია, ხუდადოვის კუჩიდან ჩამოვედი, ჩემი მესიჯი ჩამოვიდანე, არაფერი გარედან არ მიიღია. კიდე ამ ქვეყანას ეკუთვნის იმედია ეგ კუჩა. სინამდვილეში რაზე ვსაუბრობ ჩვენ? ინტერესების შემთხვევაში, ინტერესების გატარების შემთხვევაში, ჯერ ერთი რანაირი მორალის ხალხი არავის არ დახმარებიან ისე, რომ საპასუხო ინტერესის მოლოდინი არ გქონიათ, რომ არავისთვის თავისი გაჭირვებული მეგობრისთვის ხელი არ გაუმართავს. ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ეგრე არ ხდებაო, მაგრამ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ზუსტადაც რო ეგრე ხდება, შენ ხარ ქვეყანა, რომელიც არის დემოკრატიული სამყაროს კიდეზე და შენ ქვეყანაში დემოკრატიის შენარჩუნება არის ზუსტად ევროკავშირის ინტერესი. და თუ ევროკავშირის ინტერესი არის რომ შენს ქვეყანაში დემოკრატია შეინარჩუნოს და შენ ამ დროს ამ ინტერესს ეძახი უცხოურ ინტერესს და არა ქართულ ინტერესს ცოტა გაუგებარია კი ესტონელებს აქვთ და მას ჩეხებს აქვთ და ბრიტანელებს აქვთ ინტერესი რომ საქართველოში მშვიდობიანი გზით მოგვარდეს კონფლიქტები და ამ ინტერესით ხარჯავენ ფულს ეს ინტერესი მათ შეიძლება რაღაცა თავისი ინტერესი აქვს, იმიტომ რომ აქ სიტუაცია აირია, კიდევ უფრო მეტის დახარჯვა მოუწევთ და ურჩევნიათ რომ ახლა ხარჯონ და ნაკლები ხარჯონ. შეიძლება ეს მერკანტილური ინტერესიც გქონდეს, მაგრამ შენს ინტერესს ხო არ ეწინააღმდეგება. ამიტომ მაგალითად ევროკავშირის აქტს, როდესაც მუშაობდნენ რაღაცა მსგავს დირექტივაზე ევროკავშირში, როდესაც აქტს ამუშავებდნენ, ერთ-ერთი რასაც წერდნენ ევროპელი კანონდებლები ამ აქტის შემუშავებისას იყო ის, რომ საკმარისი არის არა მარტო დადასტურდეს ის, რომ შენ სხვა ქვეყნის ინტერესის შესაძლოა გაატარე ამ ქვეყანაში, არამედ ის, რომ ეს ინტერესი შენი ქვეყნის საწინააღმდეგო იყო. იმიტომ რომ თუ ინტერესები ემთხვევა და განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელიც რაღაცებში ინტეგრაციას ცდილობს, ნატოს ინტერესებს თუ ატარებ ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ნატოს წევრი უნდა გახდეს, ან გაეროს ადამიანის უფლებათა მიმართულების ინტერესებს თუ ატარებ ქვეყანაში, რომელიც კონვენციასაა მიერთებული, ან ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კონვენციის ინტერესებს თუ ატარებ ქვეყანაში, რომელიც ამ კონვენციის ხელმომწერია, მაშინ რანაირად ვემსახურები სხვა სახელმწიფოს ან სხვა პრინციპალის ინტერესებს. ეს ინტერესები ხო დეკლარირებულად ამ ქვეყნის ინტერესებია. ყოველ შემთხვევაში კონსტიტუციაში ასე ჩავწერეთ ჩვენ და თან თავად ჩაწერეს ბოლო დღეების და ბოლო კვირეების განმავლობაში თუ თვეების განმავლობაში რაც ქართული ოცნება აკეთებს განსაკუთრებით აი ამ არ შემდგარი რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის შეკრების შემდგომ აი ეს მიღებული რეპრესიული ეგრეთ წოდებული კანონები მათ შორის სამწუხაროდ ქართული ოცნების გულწრფელი მხარდამჭერები თუ დაფიქრდებიან ამაზე მათ შორის სამწუხაროდ ქართული ოცნების
დადებითი მიღწევების გადაწერაცაა და უკან წაღებაცაა, მაგალითად ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, მაგალითად ყველაფერზე ამბობენ, რომ ეგო deep state-მა დაგვავალაო და ამიტომ უნდა შევცვალოთ. ხა ანუ თვითონ აღერბენ რომ ადრე deep state-ის დავალებებს ვასრულებთ. მათი ზეწოლით მივიღეთო და რატო ემორჩილებოდნენ ადრე ზეწოლით? თვითონაც იღებდნენ ხერფასებს, ხო, დონორი ორგანიზაციებიდან, ხო, ხო, რო ჩამოთვალეთ, ხო, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი აწლევლების განმავლობაში სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი პრინციპში მათ პროგრამებში მუშაობდნენ, ხო, მათ ბატონი უჩა ერიდება ლევან მახაშვილი მაგალითად გრასიდან იღებდა ხელფას არაერთი წლის განმავლობაში ევროკავშირზე, როდესაც ატარებდა ლექციებს და თვითონ იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე გაეროში მუშაობდა წლების განმავლობაში, ხომ და ასევე სხვა ორგანიზაციებში, ხომ ასე შეხსომა წავედა. ამ კანონით ლევან მახაშვილს ბოდიში ერთხელ ამ კანონით ლევან მახაშვილს მოუწევდა ქართული ოცნება, როგორც ამ კანონს ახლა კითხულობს, უცხოეთის აგენტად დარეგისტრირება. ანუ აგენტი, თუ აგენტი ხარ, ან დღესაც აგენტი ხარ, გუშინაც აგენტი იყავი, ხო? რუსებს აქვთ ეგ გამოთქვა ერთხელ კაგებეშნიკი, მუდამ კაგებეში თუ აგენტი იყავი, ესე იგი ახლაც აგენტი ხარ. აი ეს დეფინიცია თუ შემოგაქვს სიტყვა აგენტის. ერთ საინტერესო დეტალია რა კიდევ რომ მოკლედ რომ ვიტყვი. რომ მაგალითად იგივე ძალიან კარგია თუ ვინმე ნახავს იმ ორგანიზაციების სიას, რომლებიც ამერიკაში არიან დარეგისტრირებულნი როგორც აგენტები, ხომ? იქ ნახავთ რომ უმეტესობა არის კორპორაციები, არის დაუსტარი კომპანიები, მათ შორის PR კომპანიები, სხვათა შორის ქართული ოცნება სარგებლობს მათი მომსახურებით, ისინი ჩვეულებრივ ლობიზმით არიან დაკავებული, ხო, კონკრეტული საქმეებთან დაკავშირებით. არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, იგივე მედია საშუალებები იყო ნახსენები, Russia Today არის, China Daily-ა მაგალითად, ხო, რომელიც ჩინური პრესის წარმოადგენელია. თურქული, ასე ვთქვათ, სამაუწყებლო კომპანია არის, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, ხომ? არც ერთი ორგანიზაცია, ხო, იგივე Human Rights Watch-ი თუნდაც, იგივე საერთაშორისო ამნისტია, რომელიც ამერიკაში აქვს უზარმაზარი ოფისი და ყველა შტატში მუშაობს, ხომ? იგივე თუნდაც მარშალის ფონდი აიგეთ, თუ კარტერის ცენტრი, თუ ყველა ამერიკული ორგანიზაცია, აი არც ერთი ორგანიზაცია არ არის დარეგისტრირებული, იმიტომ რომ ისინი არიან სუპერ ამერიკული ორგანიზაციები, რომელთაც აქვს კონკრეტული მიზანი, ამოცანები და ისინი ასევე იღებენ ევროპულ თანხებს, ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას, ხო, მარშალის ფონდის დიდი შემოსავლის დიდი ნაწილი არის ევროკავშირიდან მათ შორის. NDI ასევე იღებს მათ შორის თუნდაც იგივე შვედეთის მთავრობიდან, ხო და სხვა ევროპული სახელმწიფოებიდან დაფინანსებას, ხო? მაშინ რატომ არ არიან ისინი თუნდაც აგენტები, ხო და ეს რა თქმა უნდა ეს დარე დემაგოგია, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა, ხო? ძალიან ნათელია მოსახლეობის და ყველასთვის ცხადია, რომ მათ პირდაპირ სულ ყველა ის თავისუფალი კუნძულები მოსპონ ქვეყანაში, რომელიც არსებობს და სწორედ ასეთი დემოკრატიული კუნძულები არსებობს, სწორედ საერთაშორისო თავისუფალი ორგანიზაციების ხარდაჭერით. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ სტუმრები იყვნენ მახაზ რეხვაშვილი, ფაქტმეტრის მთავარი რედაქტორი, უჩან ამაშვილი, დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.